გუშინდელი ფაქტი და რასაც ხელოვნდელი გაგრძელებაც მოყვა არ დაივიწყო საზოგადოებამ და მკვეთრად ახსოვდეს ის მოვლენები, რაც ჩვენმა არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ განახორციელა. პირველ რიგში სოლიდარობის აქტი არის, მაგრამ გარდა ამისა არის ბრაზის გამოხატვის აქტი. იმის გამოხატვის აქტი, რომ ეს ხელისუფლება არის არალეგიტიმური, იმის გამოხატვის აქტი არის, რომ ჩვენ ამ კანონებს, მათ მიერ მიღებულ კანონებს, რომლის საფუძველზეც ბავშვები დააჯარიმეს უნივერსიტეტში, არ ვემორჩილებით და იმის მაჩვენებელია, რომ ვიბრძვით ბოლომდე და მათ ყოველ მსგავს ამორალურ ქმედებას მოყვება შესაბამისი პასუხი, კიდევ უფრო მძიმე პასუხი. შევიტყვეთ, რომ ეს სტუდენტები გარიცხეს კიდეც სასწავლებლიდან. ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე, რომელსაც დიდი ხანი დასჭირდა გარკვევაც კი თუ რატომ მოხდა ეს, რა მიზეზით მოხდა. და ახლაც არ გვაქვს კონკრეტული პასუხები. რაც სრულიად მიუღებელია ჩვენთვის და სრულიად ვეწინააღმდეგებით ყოველივეს. კანონში შეტანილი ცვლილებები ერთი მიუღებელია, რადგან თავისუფლებისა და უფლებების შეზღუდვა არის და მეორე მიუღებელია, რადგან არის მიღებული არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ, რადგან ჩვენ ვიცით, რომ გაყავდა არჩევნები და ზომთად ისინი არ არიან ლეგიტიმურები და ჩვენი მოთხოვნაც ამ სოლიდარობასთან ერთად, რომელსაც უცხადებთ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს, არის საერთო და